თეორემა იმპულსის შენახვის კანონის შესახებ მდგომარეობს შემდეგში. თუ სხეულზე, ამ შემთხვევაში სხეულის ქვეშ გულისხმობ ჩვენ მატერიალურ წერტილს, თუ სხეულზე მოქმედი ძალთა ტოლქმედი ნულის ტოლია, მაშინ ამ სხეულის იმპულსი ინახება. ჩავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი, F უდრის M ას, რომელიც კლასიკურ მექანიკაში განიხილება როგორც ძირითადი პოსტულატი, ან სხვანაირად როგორც ძალის განმარტება. ახლა ჩვენი მიზნებისთვის სასურველია, რომ ნიუტონის მეორე კანონი გადავწეროთ უფრო კორექტული ფორმით, კერძოდ F ტოლია იმპულსის წარმოებულის დროით. იმის ჩვენება, რომ პირველი ფორმულა და მეორე ფორმულა ერთმანეთის იდენტურია, საკმაოდ მარტივია, მართლაც, რადგანაც F უდრის dp dt-ს, და თუ გავითვალისწინეთ იმპულსის განმარტებას, რომელიც უდრის სხეულის მასისა და სიჩქარის ნამრავლს და იმპულსის განმარტებას ჩავსვათ მოცემულ ფორმულაში, გვექნება როგორც წესი, კლასიკურ მექანიკაში განვიხილავთ არარელატივისტურ შემთხვევებს, რა დროსაც სხეულის მასა მუდმივია, შესაბამისად მასა შეგვიძლია გავიტანოთ დიფერენციალის ნიშნის ქვეშ და დაგვრჩება, რომ md F უდრის mdv dt-ს. ხოლო dv dt სხვა არაფერია თუ არა სხეულის აჩქარები. შესაბამისად ეს ტოლი იქნება m100. ჩვენი მიზნებისთვის ხელსაყრელია გამოვიყვანოთ ძალის მეორე განმარტება და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოქმედი ძალთა ტოლქმედი მოცემული ფიზიკური სისტემის განხილვისას ნულის ტოლია, შეგვიძლია დავწეროთ, რომ dp dt ტოლია ნულის. საიდანაც გამომდინარეობს, რომ იმპულსი ინახება.